ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის ძალიან დიდი წარმატებით, რომელმაც გვაამაყა შეიძლება ითქვას ყველა, რამდენიმე დღეა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დებიუტანტის 18 წლის ვახტანგ ლოლუას გამარჯვებამ დიდი სიხარული მოგვიტანა და განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნდა სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ახლა მაყურებელი ხედავს ამ ყველაფერს, მსოფლიო ჩემპიონი გამარჯვებით მოპოვებულ აი ამ სიხარულს უზიარებს დეიდას და ვახტანგი დღეს დაბრუნდა საქართველოში და ჩვენი კოლეგა ლაშა რამაზაშვილი აეროპორტში დახვდა და ჩვენი მაყურებელი პირველი მოისმეს უკვე დღეს ახლა ახალგაზრდა ჩემპიონის პირველ კომენტარს. მოდი ლაშას მივესალმოთ. დილამშვიდობისა ლაშა. მოგესალმებით და გისმენთ. არჩილ თაკო დილამშვიდობის მოგესალმებით. მე ვიმყოფები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიმყოფები ჩვენს ოქროს ბიჭთან ვახტანგ ლოლუასთან ერთად. ვახო დილამშვიდობის. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, დიდი მადლობა პირველ რიგში და მინდა რომ მოუწვი დავიწყო. ოქროს ბიჭი ხარ და ძალიან დიდი ბედნიერება მოუტანე სრულიად საქართველოს. პირველ რიგში გილოცავ, რა გრძნობაა გახდე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, სულ რამდენიმე თვის წინ შეგისულდა 18 წელი და უკვე შეძელი რომ ეს ისტორიული თარიღი შეგეტანა ქართული ჭიდაობის ისტორიაში. მადლობას გიხდით თქვენ აქ მომბრძანებისთვის, რომ დაგვაფასეთ მოხვედით. და ჩვენი ემოციები და ჩვენი სიხარული გაიზიარეთ. რავი, ძალიან რთული გზა არის. მართლაც, რავი, სპორტსმენები ყველაზე მეტად მიხვდება როგორი რთული გზაა, მაგრამ მადლობა უფას თითოეული ნაბიჯისთვის და ყველაფრისთვის. იგივე ტემპში განვაგრძობ შემდეგ ასპარეზობებზე და ვეცდები საქართველოში იგივე სინჯისმედლები ჩამოვიტანო და ჩემი ქართველი ხალხი და ჩემი გულშემატკივრები გავახარო. მოკლედ ზაგრებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან წარმატებული გამოდგა და ისტორიული ჩვენთვის. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს თარიღი ჩაიწერება ოქროს ასოებით ქართული ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის ისტორიაში და შენ ხარ ის სპორტსმენი, რომელმაც ამ ისტორიული შედეგის დაფიქსირება მოახერხა. ამ ასაკში დაგვდეს ამდენი გულანთებული ადამიანი, ამდენი ქართველი, რომელსაც უყვარხარ, რომელიც გაძლევს ენერგიას. ელოდებოდი რომ ამ ასაკში მიიგებდი ამ ხელოსიყვარულს. მართლა არ ველოდებოდი ამ ასაკში ასეთ დახვედრას და ასეთ ჩემპიონობას უფროსებში, მაგრამ რავი, მადლობა უფალს, შრომის ნაყოფია ეს ყველაფერი და რავი, მწვრთნელებმა ძალიან ბევრი იმუშავა ამ ყველაფერში და მადლობას ვიხდი თითოეული ადამიანს, ვინც ჩემს გამარჯვებაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა. მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, ვინც შენი და შენი მეგობრების წარმატებაში თუნდაც ერთი აგური დადო, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პირდაპირ ეთერში, ვინაიდან რომ არა ის ხალხი, რომ არა თქვენი მონდომება, რომ არა ერთობლივი მუშაობა ალბათ რთულია ხოლმე ასე დროს წარმატების მიღწევა. და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიყვარულს შენ გაძლევს, რომელიც ალბათ ხდება შენთვის мотиваცია. მაგრამ გარდა ამ სიყვარულისა არის ოჯახი, ხო, რომელიც ყველაზე მტკივნეულად, ყველაზე ემოციურად იღებს შენს თითოეულ წარმატებას თუ წარუმატებლობას. ჩვენ ვნახეთ ჩემი და დედას საუბარი, იყო ძალიან ემოციური, არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველო ალბათ ერთად ვტიროდით იმ მომენტში შენთან ერთად, დედასთან ერთად. შენ თვითონ თუ ნახე ეს კადრები და შენ რა ემოცია გეუფლება ყოველ ჯერზე, როცა ამას ნახავ? რა თქმა უნდა, დედა ჩემი ყველაზე მეტად ნერვიულობს, იმიტომ რომ რავი, ქალია და თან დედა. ხო, თან დედაა და რავი, ალბათ ჩემს თითოეულ გამოსვლას ძალიან ემოციურად უყურებს. ზოგჯერ ვერ უყურებს, მაგრამ რავი, რო უყურა, ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ყველაფერს და მეც თავი შევიკავე და რავი, დანარჩენი კი ჩანს ვიდეოში. ეს არის ალბათ ყველაზე გულწრფელი ემოცია, რომელიც ამ დროის განმავლობაში ვნახეთ და ბოლოს უნდა კითხო შენს უფროს მეგობარზე, რომელზეც არაერთხელ გისაუბრია. ესეც რაღაცნაირად აი კიდე უფრო თან ბედნიერების მომტანი იყო, თან ცოტა სინანულის განცდა დაგვიტოვა გულშემატკივარს, რომ აი ასე გიწევს შენი მეგობრისთვის ამ გამარჯვების მიწვრა, ამ დიდი წარმატების მისთვის მოყოლა. შენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ფიქრობდი, რომ აი მისთვის უნდა გაგეკეთებინა? რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში მიხარია ის, რომ ნუგზარ წურწუმიას ვიცნობდი, ამ ხელა ძალიან დიდ კაცს, ძალიან დიდ პიროვნებას, როგორც ადამიანობით, ასევე სპორტით და მიხარია, რომ ის გზას ვაგრძელებ და დღეს მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ მის წონაში და რავი, ყველაფერი წინ არის ოლიმპიური თამაშები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს თითოეულ ქართველს, რომ ამ სინძე დაბლა შენ აღარ ჩამოხვალ და
რაც გულშემატკივარზეა დამოკიდებული, ჩვენ აქედან ყველანაირად ვეცდებით, რომ ხმა მოგაწვინოთ და დანარჩენი უკვე შენი ნიჭის და შენი შრომის შედეგად მოვა აუცილებლად. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, გისურვო წარმატება და მოგილოცო მთელი ჩვენი გუნდის სახელით და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და გაგრძელდება შენი წარმატებული სვლა. მე ამით დაგემშვიდობებით, მეგობრებო, საპატიო მიზეზი მქონდა დღეს სტუდიაში არ ყოფნის და იმედია, რომ ბევრჯერ მომიწევს ოქროს მედლებზე საუბარი სტუდიის გარეთაც. მოკლედ, ვიტოვებ ჩვენს ჩემპიონს და ერთ თავისარ ადამიანს. ბედნიერად, ლაშა მიულოცე ვახტანგს აუცილებლად. ჩვენგან კიდევ ერთხელ კი ძალიან მაგარია, როდესაც ძალიან ამაღელობენ. ამ ასაკში ხარ ყველაზე ახალგაზრდა საქართველოდან ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი.